იცი, მაინტერესებს შენი აზრი ამ საკითხზე. ადამიანები მართლაც ასე არიან მოწყობილები, რომ მუდმივად ასეთი მასშტაბური გლობალური კრიზისების შესახებ ინფორმაცია მიიღონ. თუ ფიქრობ, რომ უბრალოდ ყველაფრით საფუძვლიანად ვართ გადადვირთულები? ვაუ, მოკლე პასუხი ისაა, რომ არა, ასე არ არის. აი რა ხდება. Twin-ის ის სისტემები, რომლებიც ჩვენს ყურადღებას მართავენ, შექმნილია ბუნებაში ცხოვრებისთვის, ოვრებისთვის, სადაც იყო გადაუდებელი სიტუაციები, მაგრამ ისინი შეზღუდული იყო, მათ ჰქონდა დასაწყისი და დასასრული. და ჩვენი ნერვული სისტემა კარგადაა აღჭურვილი იმისთვის, რომ ასეთ სიტუაციებს გაუმკლავდეს. საქმე ისაა, რომ სოციალური მედიის გამოჩენასთან და ალგორითმებთან ერთად, რომლებიც ჩვენს ყურადღებას აგვირდებიან, როგორც მთავარ რესურსს, რომლის მოპოვებასაც ისინი ცდილობენ, რადგან სწორედ ამაზეა დაფუძნებული მათი ფინანსური მოდელები. იცით, რაც უფრო მეტი დაწყაპუნებაა, რაც უფრო მეტ ყურადღებას იღებს ნებისმიერი ინფორმაცია, მით უკეთესია ანაზღაურება რეკლამის გამთავსებლებისთვის. ასე რომ ჩვენ გვაქვს ტექნოლოგია, რომელიც იბრძვის ჩვენი ყურადღებისთვის და მოქმედებს იმ სისტემებზე, რომლებსაც ჩვენ შეგნებულად ვერ ვაკონტროლებთ. იცით, როცა რაღაცა ახალი, საინტერესო ან საშიში ხდება, ჩვენ ავტომატურად ვაქცევთ ყურადღებას მასზე. ხშირად ისე, რომ ვერც კი ვაცნობიერებთ ამას. ეს უბრალოდ ხდება. და როგორც თქვი, ეხლა ჩვენ ვაწყდებით იმაზე მეც, ვიდრე რეალურად შეგვიძლია გავუმკლავდეთ და შედეგები ყველგან ჩანს. მართალია. როცა შედეგებზე საუბრობთ, რას გულისხმობთ, ანუ რას ხედავთ, ფსიქოლოგის თვალით რას გიყვებიან პაციენტები? თქვენი აზრით, რაიმე ცვლილება მოხდა? მე ვფიქრობ, ეს ისაა, რასაც ყველა ვგრძნობთ, იცით, საკუთარ თავსაც არ გამოვრიცხავ. ვფიქრობ, ეს ჩვენთვისაც ყველასთვის მართალია. და ჩვენ ნამდვილად უფრო ინფორმირებულები ვართ, მაგრამ ვფიქრობ, ეს არა მხოლოდ ისრაელს ეხება, ეს ნამდვილად ეხება დასავლეთსაც. შეგიძლიათ თქვათ, რომ აქ ისრაელში ჩვენ ამ ყველაფრის უკიდურეს შემთხვევას ვხედავთ, იცით, რადგან გარედან მომავალი საფრთხე უფრო უშუალოა, უფრო ახლოსაა, მაგრამ ეს დასავლეთის ნებისმიერ ქვეყანაში მართებული იქნებოდა. რასაც ვხედავთ არის ის, რომ ადამიანები უფრო მეტად ნერვიულობენ. და როცა ისინი გრძნობებს კარგავენ, ეს ნამდვილად ნიშნავს, რომ ცოტა ზედმეტად შორს წავედით. ასე რომ, შფოთვა თავისთავად ცუდი რამ არ არის. იცით, ფხიზლად და ყურადღებით ყოფნა და რეაგირება თქვენს გარშემო არსებულ საფრთხეებზე, ეს გადარჩენის ნაწილია. მაგრამ დაბუჟება სხვა რამეა. დაბუჟება ისაა, რასაც ჩვენი ტვინი აკეთებს, როცა თავს გადატვირთულად გრძნობს, როცა მართლა ძალიან ბევრია. და ის ფაქტი, რომ თქვენ ხედავთ ამ დაბუჟებას, ხედავთ მას აქ ისრაელშიც და სხვაგანაც, გაჩვენებთ, რომ ჩვენზე მეტია დაკისრებული, ვიდრე შეგვიძლია გაუმკლავდეთ. და თუ რაიმე რჩევის მიცემა შემიძლია ადამიანებისთვის, ეს არის ის, რომ მართლა შეზღუდონ სოციალური მედიის მოხმარება. ეს მთლიანობაში ცუდი არ არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ მისი ზედმეტი მოხმარება ნამდვილად უბრალოდ ჩვენზე კარგად არ მოქმედებს. საინტერესოა, მინდა ამაზე ვილაპარაკო, იმაზე, რომ თითქოს დაბუჟებულები ვხდებით, რადგან ვფიქრობ, ეს ბევრ ჩვენგანს გამოუცდია. მე თვითონაც, როგორც ახალი ამბების წამყვანი, რომელიც ყოველდღიურად აშუქებს სიახლეებს, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ბევრ სხვადასხვა ამბავზე, რომელსაც ყოველდღე ვაშუქებ, უკვე ვეღარ ვგრძნობ ემოციას. მაგრამ რა არის ალტერნატივა? გულისხმობ, ჯანმრთელია კი ყოველდღე ემოციური კრიზისები გქონდეს? არა, ვფიქრობ, უფრო ჯანმრთელია, რომ მივიღოთ ის, რაც გვჭირდება იმისთვის, რომ კარგად გადავრჩეთ. იცი, აქ ისრაელში ეს ნიშნავს, რომ გქონდეს Homefront Command-ის აპლიკაცია, რომელიც ტელეფონში დაყენებული და გამართულად მუშაობს. რათა თუ რაიმე საგანგებო სიტუაცია მოხდება შენს რაიონში, წინასწარ გაიგო ამის შესახებ და შეძლებ მიიღო საჭირო ზომები შენი უსაფრთხოებისთვის და იმ ადამიანების უსაფრთხოებისთვის, რომლებიც შენზე არიან დამოკიდებული. მაგრამ ეს გამორიცხავს ან ნიშნავს იმას, რომ ნაკლებად იქნები ექვემდებარებული ისეთ რაღაცებს, რაზეც ვერაფერს გავაკეთებთ, მაგრამ მაინც გვიფხვრობს ყურადღებას. კარგი? და აქ ჩემი ძლიერი რჩევა იქნება იყო ინფორმირებული მომხმარებელი და არ გადააჭარბო. ეს რაც შეიძლება ნაკლებად აკეთე. და იმ დროს, რომელსაც დაზოგავ სოციალურ მედიაში არ გადარევით, გაატარე იმ ადამიანებთან, ვინც გიყვარს. გაატარე ეს დრო იმ ადამიანებთან, ვინც შენთვის მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ეს გვიცავს ამ დამთრგუნველი გრძნობისგან და ეს გვაძლევს სტაბილურობას,
ეს გვაძლევს უნარს გადავიდანოთ ეს ყველაფერი, ეს ქმის გამძლეობას. და საინტერესოა ის, რომ ისრაელის საზოგადოებაში ორივე ეს რამ მართალია. ჩვენ ტრაუმირებულები ვართ, მაგრამ ასევე წარმოუდგენლად გამძლეები და კვლევები, რომლებსაც ვატარებთ და მე პირადად ვარ ჩართული მათში, რადგან ჯერ კიდევ რეზერვში მსახურობ და ოქტომბრის 7-ის შემდეგ პირველ რამდენიმე თვეში მე ვიყავი შინაგან ფრონტის სარდლობის კვლევითი განყოფილების მეთაური. და ის რაც დავინახეთ, როდესაც ისრაელის საზოგადოებას დავაკვირდით, არის ის, რომ ნამდვილად არსებობს ეს ტრაუმასთან ხშირი შეხების ტვირთი, მაგრამ ასევე არსებობს წარმოუდგენელი გამძლეობა. და ვფიქრობ, უნდა გავაძლიეროთ ჩვენი გამძლეობა და შევამციროთ ჩვენი შეხება იმ ფაქტორებთან, რომლებიც როგორც იცით, ტრაუმოგენურია.